იმაზე ფიქრი არა, ხალხი როგორ ცხოვრობს, არამედ მე რა მინდა, ჩემ ბედნიერებისთვის ეხლა ამ ეტაპზე რა არის? რა არის ურანის ენერგია? თავისუფლება, იცით, უმაღლესი გაგებით, სოციალურ თავისუფლებას გეუბნებით, როცა სოციუმისგან, ნორმებისგან თავისუფლები ხვდებით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია თან ადამიანისთვის თითქოს ჯგუფის კუთვნილება, რაღაც გარემოს გავლენის ქვეშ ყოფნა, მაგრამ ხშირად აი როდესაც არის ბალანსი დაკარგული, ხო, მაგალითად ისე რომ ვთქვა, სატურნულ თემაში ბალანსი არის დაკარგული, იქ უკვე ურანული ენერგეტიკა ძალიან ზიანდება და ასტროლოგიურად ურანული ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ათვისებული გვაქვს სწორად, არა გვაქვს არც სატურნი სწორად, არის ყველგან სადღაც გადამეტებულ იმაში მივდივართ ხოლმე, ხო, პოლისებში, მაგრამ იდეა რა უნდა იყოს, აი ხშირად ჩამწერია მაგალითად პირად ურთიერთობებზე, პარტნიორულ ურთიერთობებში, თუნდაც ის რომ აი ქალებისა და კაცების როლი ძალიან შეიცვალა და მაგალითად უკვე ქალების რაღაც დონეზე ფსიქოლოგიური აჯანყება მიმდინარეობს, ხო, ადრე იყო მაგალითად უფრო აქტიური აჯანყება, გარეთ გამოხატული, ეხლა წავიდა უფრო აი ოჯახის დანგრევის კუთხით ფსიქოლოგიურ აჯანყებაში, ხო? და ცოტა ისე ფილოსოფიურად რო შევხედოთ, ურანული ენერგიის პრობლემა არის ხალხი, რომელიც აი ამ ბრძოლების, აი ამ გარე პრობლემების მიღმა არიან და ისინი ყოველთვის თავისუფლები იყვნენ, არ ეკუთვნოდნენ რაღაც სოციალურ ჯგუფებს, სოციალურ ნორმებს მაგალითად და გარედან რო უყურებენ პროცესებს და არ ერევიან შიგნით, ხო, ან არც ამ ბრძოლაში შედიან, არც ამ დასწავლილ ქცევებში შედიან, მაგრამ ხშირად სოციუმის ენერგია ინდივიდუალიზმს ისე ჭამს და ისე საერთოდ თიშავს ინდივიდუალურ ენერგიას, რომ ხშირად გონია რომ რაღაც თავისუფლები ვართ, სადღაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ასევე რაღაცა ჩარჩოს ნაწილში ვართ ხოლმე და ჩარჩო არ არის ცუდი, უბრალოდ ეს ჩარჩო და ჩვენი შინაგანი უნდა იყოს ძალიან შეთანხმებულად ერთმანეთთან, ხო? უბრალოდ ზოგჯერ გგონია რომ ეს ჩარჩო ჩვენი ნაწილი არის. აი ურანზე როცა ვლაპარაკობთ ასტროლოგიაში, ეს არის სრული ნორმა, შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთლიანად შეიძლება იყოს სოციუმისგან მოცილებული. როდესაც სოციუმს მივყვებით, ხომ და იქ უნდა გავყვეთ, უნდა დავაკვირდეთ ჩვეულებრივად, ხო, ხა არავინ არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც სადღაც ამოვარდნილები ვიყოთ, მაგრამ როცა არის რომ მე სად ვარ, მე რა მინდა, მე რა ურთიერთობა მინდა და აი ეგ შეიძლება ინსტინქტებზე მაღლაც კი დავდგეთ. ასტროლოგიაში მერწყულის ეპოქას ვეძახით ამას, როდესაც საერთოდ ირევა ყველაფერი, უკვე სქესიც მაგალითად უკვე აღარ არის ისეთი, ხო, რომ აი კაცი ესეთი უნდა იყოს, ქალი ესეთი, უკვე რაღაცნაირად